ჩემი მოდერატორი. მე ხალხმა გარეთ ძალიან ცივა. მანქანაშიც არის ძალიან ქარი უკვე ესეთი ქარია, რომ მე წეგან ერთი რაღაცა ვიდეო და მოკლედ თქვენ რო გაჭურავებით ხოლმე ხალხნო რაღაცებს რო უყურები, მე YouTube-ის რომელიღაცა page მიაქვს ხოლმე ეს ჩემი საუბრები და დევს და იქ ცალკე ლანძღვა მიდის. გვანც ახალწლის ფართი დღეს არისო ჰაუსში, ვერ გეტყვით დღეს ახალწლის ფართი არ არის ჰაუსში, მე რამდენადაც ვიცი ახალწლის ფართი უკვე იყო შაბათს და ამას გაუშვებენ როგორც ვიცი ახალ წელს. გამარჯობა თამარი დულარიძე. ლორენცოს გარეშე ჰაუსი არაფერი არ არის. ლორენცო გეთანხმებით, რომ ჰაუსი ძალიან უხდება და ძალიან მაგარ შოუებს დებს ხოლმე. სიმართლე გითხრათ, ლორენცოს და ბონდოს ჩხუბები მეც კი მომენატრა. მე დიდი მადლობა რაღაცებს ჩუქნით ხოლმე. ხალხო დიდი მადლობა. ბარბარე მადლობა. გვანცა შენზე ესე გავიგე შენ რაცაც ლაპარაკობ მუზებს გაუგზავნის და ძალიან გაგლდა. რა თქმა უნდა ეხა გაუგზავნიდნენ და ისინი გამლანძღავდნენ აბარას იზავდნენ. აუთსაიდერებში ხა ქუთაისელები ვის დასვამენ? მუზებს არა. გამორიცხვის მეთოდით. მუზებს არა, ლელუს არ დასვამენ. მარიამი, ახალი გოგო, ანასტასია შეიძლება და ან ლორენცო ან ჯავახა. შორს წავიდა. არა, შენი საქმე რატო განიხილავ? შენი საქმე რა არის? რა შენი საქმეა მერას განვიხილავ? კი, საახალწლო წვიდულო. გვიყვარხარ გვანძან დიდი მადლობა. მონაწილეები როდის გადიან სახლში ხალხმა არ ვიცი ალბათ productions და იქ პროდიუსერებს და ის კამერამენი ვინც არის ხო? ისინიც ალბათ დაღლილებიანენ და იმათაც სახლში უნდათ ახალ წელს ძალიან დამღლელია ეს ყველაფერი. არ გეგონოთ რომ ხა ბოლოს რო ვუყურებდი ჰაუსის მონაწილეებს, აი ლელუსაც, მუზებსაც, ჯავახასაც, აი ყველა ძალიან დაღლილია, ხალხნო ძალიან გადაღლილია. ახალი მონაწილე ვიცი რომ შედის, სავარაუდოდ ეხლა ნახეთ დღეს ან ხვალ უნდა შევიდეს ეს ახალი მონაწილე, ხო? დღეს იქნება წითელი დროშების ცერემონია და შესაბამისად დღეს ხო სამშაბათია, ხო და დღეს იქნება წითელი დროშები. შესაბამისად ვერ გეტყვით რამდენად სახლში გაუშვებენ ამათ. მე მჯერა რომ productions და ორგანიზატორებს ძალიან უნდათ სახლში დასვენება. რაფერს ყიდულობ გაჩვენებ ანანო ჯავახ. გაჩვენებ რომ ვიყიდე აუცილებლად. ქუთაისელებს მეორედ გაბოსება მაშინ როცა ჯავახა არც ერთხელ არ არის ნამყოფი და ჯავახათან მაგათე მეგობრება ჭყალებში. ძალიან უცნაური იყო. მე კი უთხარი ჯავახას რომ შენ კი ყველას ემეგობრები მეთქი, მაგრამ შენი მეგობარი აქ არავინ არ არის თქო და ისე აგიხდათ ყველაფერი კაი მწვანე დროშას ვინ აძლევს? მარიამი და ვინ აძლევდა კიდე მე მივეცი ჯავახას მწვანე დროშა. მეტი მაგას მწვანე დროშას არავინ არ აძლევს, ასე რომ ის ფაქტი რომ წითელ დროშას ვის მისცემ? მე არავის, იმიტომ რომ ჰაუსში არა ვარ ხალხნო. და შესაბამისად ჯავახას შევთხოვში. გეტყვით რომ ჯავახა კი ყველას ემეგობრება, მაგრამ ჯავახას აშკარად არავინ არ ემეგობრება. სოფიოს ვიდეო ჩამიგდო ყველამ ხალხო, ვისაც არ დაეზარა, დიდი მადლობა რომ საქმის კურსში ჩამაყენეთ. უბრალოდ მე არ ვიცი ამ გოგოს რა უნდა ვუთხრა.
ნუ ხო არ ფიქრობს ჩემზე კარგად It's okay, რა ვიცი, მივიდე და ვუთხრა, რომ ჩემზე რატო არ ფიქრობ ესე და სხვანაირად რატო არ ფიქრობ. ჯავახა მარიამის გარეშე არაფერია. ხა მე ვთვლი, რომ ჯავახაც და მარიამიც ცალ-ცალკე ორივე არის პიროვნება, ორივე არის საკმაოდ ძლიერი პერსონალიტი. პიროვნულად ორივე ძალიან ძლიერია და ორივე არის ძალიან სახასიათო მონაწილე. დიდი მადლობა სპანჯბობი და რაღაცებს რომ მიგზავნი. და ორივე არის ცალკე სახასიათო პიროვნება და ორივე ძალიან საინტერესო ადამიანია, როგორც ასეთი. ჯავახა არის 21 წლის ხალხნა და მარიამი წელს არის 100 ჯერ მაქვს ნათქვამი რომ თავის ასაკთან შედარებით ძალიან ჩამოყალიბებული და ზრდასრული ადამიანია, დიდსაც გავს, ვიზუალურადაც დიდს გავს. და ორივე ცალ-ცალკე ჩამოყალიბებული პიროვნებები არიან. რაც შეეხება იმას, რომ ერთმანეთის გარეშე არაფერი არ არიან. ერთიც და მეორეც არის საკმაოდ ძლიერი მოთამაშე, როგორც დავინახეთ. უბრალოდ რა თქმა უნდა, როცა წყვილი ხდება, უფრო ძლიერია. ანუ ყველა რეალიტი შოუს უყვარს საერთოდ წყვილები, კოალიცია რატო ხდება? იმიტომ რომ გაძლიერდეს წყვილებიც უფრო ძლიერები არიან ორნი ერთად, ვიდრე ცალ-ცალკე. ესია ხალხო ცხოვრებაში, საბაში რა გონია. წეხან ვიდეო რო დავდე რომ ერთად რო ყიდულობენ რა უძრავ ქონებას იპოთეკით. ეხლა რატო ყიდულობენ? იმიტომ რომ ესე უფრო ადვილია ხო რად გაიყო. ანუ ორი ადამიანი გოგო და ბიჭი იწყებს ერთად ცხოვრებას, ერთ სახლში ერთად მოაწყობენ, ხარჯს იყოფენ, ერთად აშენებენ. რა თქმა უნდა ორი ერთად უფრო ადვილია ცხოვრებისეულ პრობლემების გამკვლევაზე, მაგრამ ვაი და რაღაცა მოხდეს ის ერთად ნაყიდი ბინა და ერთად გადახდილი იპოთეკა როგორ უნდა გაიყოს თან ზოგი ყოველთვის გულშემატკივარი ერთად მეტია. რა თქმა უნდა ჯავახას ხო ყავს ცალკე გულშემატკივარი, მარიამს ხო ყავს ცალკე გულშემატკივარი და მარიამს და ჯავახას ყავს კიდე ცალკე გულშემატკივარი ყავს. ვისაც ეგორი იმიტომ მოეწონა რომ ერთად იყვნენ, ანუ მაგათი ერთად ყოფნა რომ მოწონთ, ესეთი ხალხიც არის და ესეთი გულშემატკივრებიც არიან. გეთანხმებით. კაი, უკეთში რა გამიანა. მუზებზე რა სიტყვა ხახნოდა ვაიმე, აი გუშინ სიცილით მოვკვდი კინაღამ. და რა ვიცი მე მეცინება და ძალიან ორი დღეა ლაივში მარიამის ნომერს პამავდით, ამ ყველა ავიყოლიო, თიკო ძალიან საყვარელი ხარ, მოკლედ აი გუშინ. არა, ესენი მართლა იგი დუნაშულები არიან, ეს ორი მუზა, იმიტომ რომ რეალობას რა დონის აცდენილები არა. აი ხო ხვდებიან, რომ დავშოთ მარიამის არის სულ სხვა სტილის და სულ სხვა გაგების და ძალიან განსხვავებული ადამიანია და დაჟინებით ითხოვენ და გაიძახიან, რომ გინდა თუ არა ჩვენ გვბაძავსო და ხალხში რითი ბაძავს მარიამი მუზეებს ხალხმა თქვენი აზრით, ანუ გუშინ აი მართლა ძალიან მიცინოდი, ხო კაი ეგ თქვი ხო აი დავუშვათ წამოგთ და ხო შეიძლება თქვა რომ ეგი დუნაშვილი კიდე უკეთეს. ხო შეიძლება თქვა რომ ხო კაი შემიშალა დავუშვათ ხო გასაბრაზებლად თქვი ან მერე რა მოხდა რომ თქვი და ასე შემდეგ. არა, გვბაძავს აბა რა შვებაო.
თანთვის მარიამ ესეთი ცუდია მაგათ რომ ბაძავს ესე იგი მაგნაირია თუ რის თქმა უნდა ვერ გავიგე აი მაგაზე მართლა ძალიან ვიცინე ხალხო ეს მუზები ძახა რომ მარიამი ოკუპაძავსო ჩვენ ნუ ეხლა გაზაგებია მარიამმა და ანასტაზიამ ძალიან ცუდად იღადავეს მაგაზე ცუდად რა ეხლა ის რაღაცეები კოვზის ლოკვა და რაც მასში გაუშვეს ლაივში და რა გაუკვირდათ ეხლა ანასტაზიას და იმის ხმა რა ის ეს გვერდზე უზის ეს მუზა და გამწარებული ლოკავს ამ იოგურტიდან ყავს და მიშტერებია თვალებში ამ ზურას და კიდე რას ქვია მაგი თქვენ ხო და მოკლედ დაჟინებით ამბობენ რომ გინდა თუ არაო მარიამიო ჩვენ გუბაძავს რა ვიცი ხახნო რაში ბაძავს ანუ რაში შეიძლება ეგ გოგვები იყვნენ მისაბაძები Quanta gushin წერდნენ რომ ჯავახას ოჯახს მარიამი არ მოწონს. ჯავახას ხომ მოწონს რაც თავარია. პატიოსნებაში რა ვიცი პატიოსნება ხალხნო რატო არის მაინც და მაინც გრძელი კაბა. ინდურ ეფექტები რო ქონდა ბოლო ეპიზოდს მაგაზე ცუდად გავხდიო მე ხო ინდური ფილმის პერსონაჟები არის სიმართლე გითხრათ ეხლა გარეთ რო ვარ და იქ რო არ ვარ და 24 საათი მაგათი სიმღერა არის მეზმის კიდე შედარებით უკეთესია სანახაობრივად რა ძალიან სასაცილოები არიან ეს ორივე დები მაგრამ ხალხნო აი რანაირად მოსდით ეგ თავში რომ მარიამი ჩვენ გუბაძავსო ემილი მამულაძე ზურას და მარიამის ურთიერთობაზე გეტყვი იმას რომ დიანა არის ძალიან ნუ აქედან გავაკეთებ ახლა შესავალს რომ გოგოს და ბიჭის ურთიერთობაში მე ვარ სუბიექტური და ყოველთვის ვარ ხოლმე გოგოს მხარეს ნუ რა ვიცი გინდა ესე იფიქრეთ გინდა ისე იფიქრეთ მე ბიჭი შვილიც მყავს და გოგო შვილიც მყავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, როდესაც საქმე ეხება ურთიერთობას ხოლმე, ვარ სუბიექტური, მოკლედ, გოგოს მხარეს ვარ ხოლმე ყოველთვის. ზურას და დიანას შემთხვევაში რა ხდება? ეს არის ალბათ გამონაკლისის შემთხვევაში, შემთხვევა თქვენ კარგად იცით, რომ მე ეს ზუკაკუკა დიდად არ მესიმპათიურება და მაგათთან დიდად მეგობრული ურთიერთობა არ მქონდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ზურა არის დიანას манипуляციის და ძალადობის მსხვერპლი, ანუ ძალით ეუბნება ეს გოგო, რომ გინდა თუ არა მითხარი, მოგწონ ვარ თუ არაო. იმდენი იქნა, სანამ ამ ბიჭს რა თქმა უნდა, რომ არა, ჩვენ შორის არაფერი არ არის და მე არაფერს არ ვაპირებ და ეხლა რა ქნა მთელი ეს მაყურებელი მიუქსია ზურას, რომ აი ხედავ ეს რა გამიკეთა, აი ხედავ როგორ ცუდად მომექცა და ადგა და ეს მთელი ზურას ფანები და მაყურებლები შეატრიალა ისე რომ თვითონ გამოიყვანა მსხვერპლი რომ არიქა მაგას ბიჭი მოსწონს ამ ზურას ფლირტი ქონდა მაგრამ ხედავ საქმეზე რომ იდგა რა გაუკეთა და ასე შემდეგ ახნო ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან რომ ფლირტის ქონა არანაირ ურთიერთობას არ ნიშნავს არასოდეს არ ნიშნავს რაღაცა ფლირტი რო აქვს ვიღაცას, მაგრამ ეს ნახე ძალაზეა ეს დიანა, გინდა თუ არაო? ხო ხედავთ, ანუ რა, თავი რა ვიცი, ვინ გონი არ ვიცი, ესეთი ჯერ ანუ ზურას ფრენკზე რა დღეს ჩავარდა გლოვობდა, ხო? ანუ ყველანი ვთანხმდებით იმაზე და მეც ძალიან კარგად ვამჩნევდი, რომ ზურას ხო, ფლირტი ქონდა ამ გოგოსთან. გასაგებია, ახალგაზრდა ბიჭია, ახალგაზრდა გოგოა. ძალიან უხდებიან სიმართლე გითხრათ ერთმანეთს, ზურა და დიანა არიან ორივე ეს ბიჭები და ეს ზუკა გუგა და ეს მუზები ძალიან same ისინი არიან, ხო? ერთი გაგების და ერთი მსოფლმხედველობის და ერთი დონის ხალხია მოკლედ, რომლებიც ძალიან უგებენ ერთმანეთს და ესე კარგათაც იმიტომ შეკუჩდნენ.
გავიგეთ რომ ფლირტი ქონდა, მაგრამ ეს ფლირტის ქონა საერთოდ არ ნიშნავს რომ მაინც და მაინც ამბით შენთან ურთიერთობა აქვს და მიადგა და როჟები უკერა და ძაძალა რომ ჰაიდა თან ესე ამბობს მე არაფერ შუაში ვარ, მაგრამ ხალხს ჩვენი დაწყვილება უნდა და ედიტებს აკეთებენ და ძალიან აინტერესებთ ჩვენ რა ურთიერთობა გვაქვს, ჟურიკო და შემდეგ არაფერი ურთიერთობა არ აქვს ხალხო, თვითონაც თქვა თან ეს ზურა ძალიან ცდილობს რომ რაიმე საწყენი არ წამოწდეს, საკმაოდ ისეთი ჭკვიანი და ქუქილი ბიჭია და არ გეგონოთ რომ რამე ისეთია რამე ზედმეტი წამოწდეს თან ცდილობს რომ არ აწყენინოს, თან ცდილობს რომ ზედმეტი რამე არ წამოწდეს, რომ კიდე იმედი არ მიეცეს და მოკლედ Quanța კარგი რა ფლირტი ქონდა და ტასო რომ დაინახა ეგრევე დააფრენწოდან და მეგრობე აბა რა ტასო რომ დაინახა კი არა იფიქრა ახლა გარეთ 1000 კაი გოგვა და რაღა დიანას შევაჩერდეო და პროექტი რომ დამთავრდება ვიღა ეყოლება გასაჭორი ნეტაო შენ მაგაზე არის და შენ გაგჭორა რაღაცა ყალბი ფეიჯიდან რომ წერ ხო და ახლა შემოატრიალა ეს მაყურებლები ისე თითქოს თვითონ არის მე საწყალი გოგო რომელიც აი ესე მიაგდო ამ ბიჭმა რომელთანაც ისეთ ურთიერთობას მისტირის და მოსთქოს რომელიც არც ყოფილა არც დაწყებულა არასოდეს ახლა ზურას დასაცავად მე თუ რამე სიტყვა წამომცდებოდა ხალხო არ მეგონა მაგრამ ზურა ამ შემთხვევაში ეთყულა მიუქსია ეს ჰეითერები დიანა თავის ასარგებლოდ იყენებს თავის ანუ თვითონ ამ გოგომ რაღაცა დებილობა გამოიგონა არარსებული ურთიერთობა და არარსებული სიყვარული თუ რაღაცა შეთხზამში ხუჩი მისი თარა ურთიერთობა მაქვს და რაღაცები ვაიმე ხო რა ვიცი ჯავახა მარიამი შეიძლება არა ხარ ყალბი და რახან ედიტებს აკეთებ ხო ყალბი არა ხარ კაი მუზეუმის ფანები იყავით კაცო დღეში უნდა იყოთ ხო ეგეთი ხალხის ფანები რო ხართ ხო ძალიან თუ დღეში უნდა იყონ ხო და ამ არარსებული გამოგონილი ურთიერთობის გამოატეხა ქვეყნის ჰეითერი შეუგზია. ეს ზურა ძალიანაც ინანებს რომ მას რაღაც ფლირტის მაგვარი ქონდა მაგასთან, იმიტომ რომ ეხლა ამ დიანამ ისე გამოიყვანა გეგონება მესაწყალი რომანტიული ჯულიეტა გოგო რომელიც ასეთი წრფელი გრძნობებით არის გამსჭვალული ამ ბიჭისადმი და ამ ბიჭმა ადგა და ესე მოიქნია. ამ დროს ამ ბიჭს არანაირი ურთიერთობა არ ქონია, ფლირტი ხალხო არ ნიშნავს რაიმე ტიპის ურთიერთობა, საერთოდ არანაირ ურთიერთობას არ ნიშნავს ფლირტი. ხო და ძალიანაც ინანებს ზურა რომ ეგეთი ცოტა შეუგნებელ ადამიანთან მოუწია ურთიერთობა, მაგრამ თვითონაც კაი შეუგნებელი. ახალი მონაწილე ვნახე ხალხო, კი ბატონო, ახალი მონაწილე ვნახე, ეს ბაჩუშვიდი რაღაცა, დღეს ხვალ შევა, ან დღეს ან ხვალ. მგონი უკვე ნანობს, რომელია მე ხარ რას უზავს, ვინზე დააჯდა ნერვზე ეს გოგო და აღარ უშვებს და უკიკინებს და ნუ ეხლა ვერც ვეღარც გამოყოფს მაგიდან თავს ყულფიდან. მეგობრებო, კი, თიკო, ნახე ფლირტის ქონის დროს, ფლირტი რო ვთქვით, რომ არაფერს არ ნიშნავს და არ ნიშნავს, რომ ეს ვისაც ფლირტი აქვს თქვენთან, ეს ბიჭი აუცილებლად თქვენზე გიждდება და თქვენ უყვარხართ და თქვენი ცოლად მოყვანა უნდა, მაგას საერთოდ არ ნიშნავს ხალხო. ხო, ეჭვენი ცოლის ისინი დაუდგა კონცერტები, კი. ფლირტის ქონა რომ ურთიერთობას არ ნიშნავს, ეს არის 2x2 4 და შესაბამისად ეს არ დაწყებული
და არარსებული ურთიერთობაზე რომ მოსკოვს ეს დიანამ კიდე რა გააკეთა გუშინ მოკლედ მარიამთან ეს ჩხუბი და კონფლიქტი რა ქონდა რა გააკეთა ხა მარიამს ხო ვეღარაფერს ვეღარ უშვება მივარდა ჯავახასთან და ჯავახას უხსნეს როგორი ცუდია მარიამი როგორი უნდა ჩაწიხლოს ჯავახა მარიამი როგორი ცუდი ანუ ამ მარიამს უკვე ვეღარაფერს ვეღარ ეუბნება მარიამმა ყველაფერი თავის დათქმელი უთხრა პირდაპირ რასაც ფიქრობს და ეს კიდე ჟინები რა ამბობს რომ კიდე თუ არა ბაძავსო ხო და მივარდა ჯავახასთან ეხა წარმოიდგინეთ კონფლიქტი რო გაქვთ ვინმესთან და რომ მივარდები ამასთან ამ გოგოს შეყვარებულთან და ეუბნები რომ ნახე რა ცუდი გოგოა დაანებე მაგას თავი არ დაუდგე გვერდით აი ჩვენ ესეთი კარგები ვართ ჩვენ ყველაფერი ვქენით იმისთვის რომ კარგი ურთიერთობა გქონოდა და შენ ნახე ანუ ამ ჯავახას რთავს ამ კონფლიქტში რატომ ეს ჯავახო ცალკე ხო დაელაპარაკა შეეცადა რომ აეხსნა ყველაფერი და არა მაინც მივარდნენ ჯავახას და უხსნიან როგორი ცუდია მარიამი მერტო ჩემო ლილო ლუკა კიდე რომ მოგეცეს შანსია შეხვიდოდი თუ არა ხალხო მე 3 კვირა ვიყავი იქ და გეტყვით სირაბძულეში რა ხდებოდა პირველი ერთი კვირა სანამ ყველა ბონდოს ჩათვლით ცდილობდა რომ ყოფილიყვნენ შედარებით კარგებდა თავის ეს ვთქვათ კარგ თვისებებს ავლენდნენ და მაინც გაცნობით იყო ის პირველი კვირა ასე თუ ისე ვერ თოპოდი ძალიან იმიტომ რომ ყველა თავის კარგი თვისებების გამოვლენაში იყო პირველი რამოდენი მეთხე რა ვთქვათ მერე უკვე მუსების ეს ყოველდღე ფანდური სიმღერა თან ვერც მღერიან თან არც ჩუმდებიან მოკლედ ყოველდღე ხალხო აი ყოველდღე ვისმენ ამ ქუთაისებს რაღაცა გაუგებარ ხუმრობებს რომელიც მე ვერ გებულობდი ყველა მაგათ ხუმრობას და ну სადღაც მაქსიმუმ ერთ კვირაში უკვე გაბრეკე კი ნახა მართლა გეუბნებით აი მეთქი ხლა აქ მე სად მოვხვდი წინასწარ რა თქმა უნდა არ ვიცოდით ჩვენი გვინ დაგხვდებოდა რა დაგხვდებოდა მე რომ ვცოდნოდა რომ მუზები ბონდო და ეს ზუკა გუგა იქ იქნებოდნენ 24 საათი ესე გაუჩერებულს რა თქმა უნდა რაღა შემიყვანდა იქ პირველი კვირის შედეგებიც რომ გაბათილდა მეორე კვირა იყო და აუთსაიდერი ვიყავი და პროექტმა დაავტოვა და მესამე ჯერ უკვე მეთქი უკვე ეს მარიამთან ერთად რო ვიყავი და უკვე ვაიმე მეთქი ხათ რო არ წავიდე უკვე გავგიჟდი და ყველა მეუბნებოდა რომ განცა როგორ შეიცვალე სახეზე განცა ვიდეო რო ჩაგიხდე პირადში ნახე ვაი მე ვნახავ აუცილებლად user 123 მაკა თამაზაშვილი და რით ხარ მაცე უკეთესი მაკა ყველაფრით გაიხარე გენაცვალე ხო და რას ვაბობდი და შეკითხვა იყო კიდე თუ შეხვიდოდ კიდე რაღა შემიყვარს ხალხო მაგათთან ეხლა ეს ახალი ბიჭის ახალი ბიჭი რო და შევიდეს ახალი მონაწილე მაგის ლაივში ვიყავი და გულწრფელად წარმატებები რუსულზე რა თქმა უნდა ძალიან ისეთი დაალაგებული ბიჭი ჩანს ერთი შეხედვით მე არ ვიცნობდი ამ ადამიანს მაგრამ თიკო ძალიან დიდი მადლობა მე დღემდე ვერ გავიგე ადამიანებს რომლებსაც არ აინტერესებს ჩემი საუბარი მე არ მოვწონრო და რას მიზიანა ყოველ ლაივზე რატო იწვიტავთ ხალხო ნერვებს ხო და მარიამი ვიღაცა თურქო ხალხო მარიამი ვისთან გაიჩითება და ვისთან ყოფილა და ვისთან ქონია ურთიერთობა ჯერ ერთი არც ჩემი საქმე არ არის არც თქვენი საქმე არ არის და ამ ამბავს არ მოსასწრაფო მომადგა თქვენ ამ ამბავს ეხლა ჩვენ აქ რა ჭრილში უნდა განვიხილოთ
ჰაუსს ეხება არანაირად. მე აქ საუბრობ ხოლმე და მაგაზე რომ ისტერიკებს იმართებთ, ყოფილი მონაწილე ვიყავი, ყოფილი მონაწილეებიდან მეგობრებო, არავინ ჩემს გარდა ესე გულახდილად არ გესაუბრებათ. არც ბონდო, არც გიორგი პარიზი, არც აჩიკო, 4 მონაწილე გავიდა უკვე ალგორითმი და დამიწერა რომ რაღაცა სახიფათო ამბავში ხარო და ნუ ხარო ლაივში გზას უყურეოდ რა. და გაჩერებული მანქანი თუ არ დაპარკინგებული უბრალოდ სასწრაფომ გაიარა და ეთყობა რაღაცა ეს ხმა გამარჯობა. მარის დაბრუნება რა თქმა უნდა გამოჯამრთელდა. ანჩაველა მოკლედ ეგეთი ამბები იყო რომ TikTok-მა გამომაგდო ლაივიდან რაღაცა სახიფათო მოძრაობებში ხარ გარეთ არის საშინელი ქარი სიცივე და ფასტაკლებების ის ხომარი და გავიარე რაღაცები ფასტაკლებებზე რომ მეყრი და მე მივხვდი რომ ეს ფასტაკლებული ფასები არის მომატებული ფასების ცოტა ნაკლები და როცა დამჭირდება ისედაც ვიყიდი. შენთან თავს საცხოვრ მე ვცხოვრობ თბილისში სპორტის სასახლესთან და აქ არ თავს უბრალოდ ძალიან ცუდი ქარია ჩემი კატა მთელი დღე ბუნაგში და არ გამოდის იქიდან. ეხლა რომ რაღაცა სასწრაფი უნდა მივუტანო რომ გამოვიდეს ბუნაგიდან. ლელუზე რა სიტყვი ხახმო აი ლელუზე რა გითხრათ სიმართლე გითხრათ აი გულწრფელად ამ გოგოსადმი ვარ ფაკაი რა ნეიტრალურად ვარ არც მომწონს არც არ მომწონს თუ ავიღებთ ფიზიკურ ვიზუალურ მონაცემებს მომწონს მაგრამ ქცევა საუბარი მაგის რაღაცა აი უაზრო არსაიდან უსაფუძვლო და უსაგნო გამოხტომები ეს მაგის ის სიძული რომელიც აი რა ვიცი საიდან მოდის ამ გოგოში ეს სიძულვილი და ასე შემდეგ მართლა ვერ გავიგე. ანუ ეგ არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე გაუგებარი ადამიანი სიმართლე გითხრა. ბევრჯერ მithქვამს ადრეც და ეხლაც გეტყვით რომ ცოტა მეწოდება კიდეც. აი ეს დიასამ და მაგან გუში რო ელაპარაკებოდა ამ დიასას ყველა მე ჩამიგდო ხალხ რომ ელაპარაკე ყავდეს ეს დიასა თუ დეისა თუ რა ქვია. ლუზე ამბობდა ლელუზე. ყავდეს თუ მოსწონს ახლა რა ვიცი ბონდოზე იძახდა ნამდვილი მამაკაცია მე ეს ბონდოც რა ვიცი წავიდა გაბრაზებულია ეს ბონდოც მაგაზე. ახლა ეს დიასაყავს რომ იმაც უნდა გამოუაროს ჰავში სადღაც წავიდნენ მგონი ქუთაისში ჩავიდნენ მე წავა ალბათ ლილოს დასახლებას და ათვალიერებინებს რა ვიცი. ყავდეს უბრალოდ ჩვენ რატო გადაგვაჭამა თავი. ლორენცო წავიდა ბებო ყავს ავად და თვითონაც არის სიცხიანი და ავად და მაგიტო წავიდა. ავად არის ლორენცო და სიცხე როგორც ვიცი დაუწია და გამოჯამრთელების გზაზეა. ცოტა აი ხა გულწრფელად თუ გითხრათ ლელუზე ვამბობდი და გავაგზავნებ მაგ ამბავს ძალიან მეწოდება იმიტომ რომ მაგის ოჯახის წევრებიც რო ვნახე ძალიან ცუდ დღეშია ეგ გოგო მე მგონია რომ ჰაუსში გამოექცა თავის ოჯახის წევრებს იმიტომ რომ რაღაცა ძალიან აუტანელი მდგომარეობა აქვს აშკარად სახლში მე რაც ვნახე მაგისი არაადეკვატური და ცოტა შიზოიდური და გაუწონასწორებელი და ასე ვთქვათ, ყველა ზღვარს უცდება ისეთი ძმა და რძალი, რომელიც რა ვიცი, მე იყო ჩვეულებრივ შეურაცხადი. მე მგონია, რომ საწყალი გოგო გამოექცა მაგათ და ჰაუსში შემოვიდა. ხო, ლელუ მეძახდა ქალი ლორენცოს და რა ვიცი, რას არ მეძახდა ეგრავე.
ანასტასია გავიცანი მე ფართიზე რა ვიყავი მithut რომ ლაივში ბევრად უფრო ლამაზი და ისეთი გოგო სიმპათიური ვიდრე კამერებში ჩანს კამერებში უფრო რაღაცა მუქი და უფრო ისეთი პირქუში გამომეტყობა და მარიამი კარგად არის გამოჯამრთელდა სახლში იყო სიცხემ დაუწია და დაბრუნდა ჰაუსში და როგორც სტრიმებიდანაც ნახეთ უკვე ჰაუსში არის ლელო არ მიყვარს საერთოდ ლელოს თავის არ უყვარს ახლა დიასასთან რო დაწყვილდები რაღაცა ხმების გამო შენ თავს როგორ არ უნდა სცემდე პატივს კი მარიამს კარგი ურთიერთობა აქვს ოჯახთან ყავს ძალიან კარგი მამა ყავს დედა და მამა როგორც ვიცი არიან განქორწინებაში მაგრამ ორივე არის ძალიან ყურადღებიანი და მზრუნველი ორივე ყავს დედაც მამაც ხალხო მარიამს ყავს ორივე მშობელი დედაც მამაც ყურადღებიანი მზრუნველი მამა გავიცანი ლაივზე მოვიდა გულშემატკივრად ძალიან კარგი ადამიანია ძალიან მარიამთან ძალიან კარგ დამოკიდებულებაში და ორივესთან არის კარგად ასე რომ მინდი შენ გაზარდე ისასწავლე ხალხო როგორ შეიძლება ადამიანს ზრდასრული ადამიანია კი 18 წლის რომელმაც რაღაცა გადაწყვეტილა მიიღო როგორც მე ვიყავი რეალიტი შოუს წევრი ესეთივე სრულუფლებიანი წევრი იყო მარიამი და ჩემგან არანაირი ჭკუის სწავლება ჭკუის დარიგება და კი რჩევები მიმიცია გაითანხმებით რჩევები მიმიცია ძალიან ბევრჯერ რომ მოდი მარიამ არ გინდა ანუ სულ ეს არის ავდგეხა თავიდან გავზარდო უკვე გაზრდილი ადამიანის ხვისი შვილი რომელსაც დედაც ყავს მამაც ყავს ყველა ყავს და არაფერში არ ჭირდება შენი მივარდნა და თავიდან გაზრდა წარმოუდგენელია მართლა ვერ ვიგებ ვაიმე ბოდიში დამეჭირა მარიამ უკაცრავად არასწორად შემოგიშვით დიდი ბოდიშის მოხდი დიდი დამეჭირა და უკაცრავად შეწუხებისთვის შეწუხებულა ნეტარაში ხო არ უზა ტვინი წაიღეს იმენა თან დამანებეთ ხალხო შემეშვით let's go ვაიმე ხო მეც შოქში ვარ კი ვიცი ვინც არის და ძალიან შემეშინდა რომ მეთქი რაღაც ისე ცუდად არ მიიღოს ამ ადამიანმა რომ რაღაცა კიდე არის ფიქრობს რომ ვიწვიე საჭორაო ცალობა ეს იყო ხალხმა შემთხვევით ბოდიში მოვუხადე ამ ადამიანს მართლა გულწრფელად შემთხვევით და დიდი მადლობა ამ ადამიანს რომ სწორად გაიგო ყველაფერი უკაცრავად მარიამ კიდევ ერთხელ ბოდიში ჯაბსონ დიდი მადლობა ხო მარიამზე ლაპარაკობდი იმას რომ გაზრდილი
ჯერ თვითონ რეალიტი შოუ და ჰაუსი არის ხალხო ძალიან დიდი ცხოვრებისეული გამოცდილების მომტანი მარიამი მიგზავნის გულებს ძალიან დიდი და ჰაუსში გატარებული ერთი დღე ალბათ უდრის ერთ თვეს ვერ გეტყვით რა ძალიან ისეთია სტრესული ინტენსიური და ასე შემდეგ და მარიამს რაც თავარია აქვს კეთილი გული ხალხო და არ არის ბოროტი დაბოხმილი ადამიანი რაც შეეხება ახალ მონაწილეზე მეკითხებით ახალი მონაწილე არის ახალგაზრდა სიმპათიური ბიჭი ბაჩო ქვია ამ ბიჭს TikTok-ზე ისევ თქვენ იყავით რომ ლაივი ჩამიგდეთ ესე იგი ამ ბიჭს ერქვა TikTok-ზე ქვია B7Q1 ბაჩო მე მგონი და შესაბამისად წარმატებებიც უსურვე და საუბარზე შევატყვე რომ ეს ადამიანი რაღაც ცოტა ნორმალურად მეტყველებდა და კარგი იქნებოდა რომ ჩემ დროსაც ყოფილიყო ესეთი მოსაუბრე ადამიანი რაღაცას დაველაპარაკებოდი ხლა არის ჰაუსში რამოდენიმე ადამიანი საერთოდ ვერ დაელაპარაკები აი ვერაფერზე ვერაზროს იმიტომ რომ ავიღოთ იქიდან ნებისმიერი საუბარი და ნებისმიერი მალე გაგიჟებენ მაგას რა თქმა უნდა თიკო გააგიჟებენ აბა რას უზავენ რას ვამბობდი მოკლედ არის ჰაუსში ადამიანები რომლებსაც ნებისმიერი დალაპარაკება ანუ ნახეთ ადამიანებისთვის ჩვენ ხო მეტყველი არსებები ვართ ცხოველებისგან განსხვავებით ჩვენთვის არის საკომუნიკაციო ფორმა მეტყველება ხო ანუ მეტყველება როდესაც არ აქვს ადამიანს დაუშვათ ანუ ნებისმიერი შენი ნათქვამი ადამიანს რო გონია რომ დასცინი და ამაზე ტეხავს ერთ ამბავს გიკივის გიწივის შეურაცხყოფას გაყენებს ამ დროს შეიძლება იყოს რომ ჩაი გინდა კითხო და რას ქვია შენ ჩაი მინდა მკითხე ეს ჩაის მაგალითად შენ ალბათ შხამი იგულისხმე და ასე შემდეგ და ასე ეხლა ვუტრირებ მაგრამ დაახლოებით ესეთი მიდგომებია ხოლმე და როცა არის უკვე ასეთი მოცემულობით არის ადამიანი და უკვე ასეთი წინასწარი განწყობს რომ შენ აუცილებლად რახან ხარ ცოტა განსხვავებული მისგან აუცილებლად მიხვედი იმიტომ რომ დასცინო საქვეყნოდ გამოაჭინო და ასე შემდეგ ხა ბევრჯერ მithქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ რეალიტი შოუ არის გასართობი არიან ადამიანები რომ თვლიან რომ აი რა უნდა ისწავლოს ბავშვმა რეალიტი შოუდან აი რა უნდა ვისწავლოთ ჩვენ მაგათგან არაფერი არ უნდა ისწავლოთ უნდა უყუროთ და გაერთოთ მე თუ მკითხავთ ეს არის ჩემი აზრი ვინც თვლით რომ ვიღაცამ მე ან მარიამ ან ჯავახამ რაღაცა უნდა გასწავლოთ ხალხო ვერაფერს ვერ გასწავლით ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ მოგიწევთ იმედგაცრუება ვერაფერს ვერ გასწავლით სწავლა თუ გინდათ უამრავი უფასო ფასიანი უნივერსიტეტები ინსტიტუტები სასწავლებლები კურსები და რა ვიცი რა აღარ არსებობს ონლაინ მაგრამ რა რეალიტი შოუ არის გასართობი ჩხუბს უნდა უყურო და გაერთო ჩხუბსაც უნდა უყურო ხო მე მაგალითად რა ჩემთან ყველაზე დიდი პროტესტი რაც გქონდათ ეს იყო რომ გავაკეთე მუზების პაროდია ну максимум რაც შეიძლება ეთქვათ რომ ხო რა უნიჭო პაროდია გაკეთე იმიტომ რომ არც მსახიობი ვარ არც პაროდისტი არც არაფერი და ხო შეიძლება არ მოგეწონოს ან არ მოგეწონოს მაგრამ ვაიმე ეს ბულერი და ვაიმე ეს რა გაგვიკეთა ჩვენ და ვაიმე 3 მილიონი აუდიტორიაში შეგვარცხვინა და ეს ჩვენ როგორ გვაკადრა და ჰაი ჰუი ძალიან ზედმეტი იყო ძალიან გადაჭარბებული იყო და შესაბამისად ძალიან არაადეკვატურობასთან გვაქვს საქმე. რა წერია მაგ ბიჭს ალექსანდრა ამ ბიჭს აქვს მოკლედ ესეთი წადა B ბაჩო ქვია B7 შვიდიანი და
ჩ და მერე ი ბაჩი მე მგონი ოღონდ შუაში არის ბის მერე 7-იანი მარე